გამარჯობა, მე კონსტანტინე ვარ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს. ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 159 პატიმარი შეიწყალა. მათი დიდი ნაწილი სასჯელს ქსნის და ქუთაისის სასჯელახსრულების დაწესებულებაში იხდიდნენ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 7 მსჯავრდებული სასამართლო პროცესი იმართება. მათ 2 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი. სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომლითაც გასაჩივრებულია შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები. ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს, რომ ევროკავშირში პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. მისი თქმით, Deep State-ის მიერ მართული დონალდ ტრამპის მხრიდან გრენლანდიის მოთხოვნა ევროპასთან კონფლიქტისა და ევროპისგან გათავისუფლების მხოლოდ საბაბია. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიის შეძენის საკითხის განხილვას დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გეგმავს. პარალელურად ტრამპი მაკრონს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ძალიან მალე ის თანამდებობას დატოვებს. ამასთან ის ფრანგულ ღვინოზე განსაკუთრებული ტარიფების დაწესებას გეგმავს. მკვეთრი განცხადების საბაბი გახდა საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ შეუერთდეს მშვიდობის საბჭოს. ცნობისთვის, ტრამპმა მშვიდობის საბჭოში 49 ქვეყანა მიიწვია. 50-მდე გაიზარდა ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფის დროს დაღუპულთა რაოდენობა. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ღრმა მწუხალებას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. თბილისსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების ტექნიკური მარილით დამუშავება გრძელდება. გაწმენდით სამუშაოები ტარდება საქართველოს მასშტაბით. მოძრაობა თავისუფალია საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე, თუმცა გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია სპეციალური რეჟიმები. უბრალოდ ამ და სხვა მნიშვნელოვან ამბებს პრაიმ ტაიმის გვერდზე წაიკითხავთ. შეხვედრამდე.